პირველი პოლიტპატიმარი ქალი ბოლო 30 წლის ისტორიაში. თავს ვერ ვაკონტროლ, მეტი. ზია ამაღლობელის გზა, შუახევის სოფელ ჭვანადან, მშობლიური სახლიდან, გარდაბნის სოფელ მთისძირამდე, ქალთა ციხემდე. ჩემთვის არის მზია უკვე რაც რო იყო 100-ჯერ მეტი ადამიანი. 100-ჯერ მეტი ადამიანი. იცი რა ამაყი ვარ? მე ვერ გავაკეთე ის რაც მზიამ გააკეთა. ასლან აბაშიძის რეჟიმიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმამდე. მოვიდა პოლიცია და გითხრა რომ ინფორმაცია აქვთ რომ ვართ ნარკოტიკული თხრობის ქვეშ და დაგვაკავეს მე და მზია. ჟურნალისტის ორი პატიმრობა, ორი განსხვავებული ბრალი, ერთი მოტივი. ეს მედია გარემო ბევრად უფრო უარესია, ვიდრე ოდესმე ამ ქვეყანაში ყოფილა. რამდენი სილა მოხვდათ გებუაძეს დამოუკიდებელი მედია გამოცემა ბათუმელებისგან. 4 პოლიციელი აკავდა მას რომ გადაიყვანა და ამ დროს ირაკლი გებუაძემ სახეში თვალის არეში ჩაარტყა წიხლი. ეთკინა თუ ეწყინა. ზიგზელი ტკივილი და ვიყავი ძალიან შეურაცხყოფა. ისეთი ხმა იყო დათქმის შემდეგ, მაგ-ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია. სილის გაწვნა, სამართალდარღვევა თუ დანაშაული. ამიტომ შეურაცხყოფისთვის პატიმარი არსებობს მხოლოდ მზია ამაღლობელი, რაც არის სირცხლი სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია ცივილიზაციაზე. ბატონმა გებუაძემ კი იცის, ზუსტად იცის, რომ ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეურაცხყოფის სფერო და სწორედ ამიტომ ყვირის იქ რომ სისხლით დავიჭერე. არაკვალიფიციური მოსამართლე. სანქცირებული მოსამართლე, სისტემის ერთგული მოსამართლე. სახელმწიფოს მთელი ვერტიკალი ერთი ქალის წინააღმდეგ. ზია ამაღლობელს რომ ცხოვრბლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას. 44 წამიანი ვიდეომტკიცებულება და უკლებლივ ყველა მოწმე პოლიციელი, უკლებლივ ყველა ცრუ მოწმე. არა, მოხსენით და დაიეთ. ცივი და თბილი დავიმეორო ის იყვები ოდის მომიხდით საზოგადოებას, გოზებო და ასე შემდეგ. Ექვსი პოლიციელიდან ნიღბიანია 5. რატომ და როგორ იკერება საქმე, რომელიც ისედაც პირდაპირ ეთერში გადაიცა? ნახეთ აქ. ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე. საქართველოს მოქალაქეებს განათლება დასამართლებელი ხომალდებს. ოჯახური მდგომარეობა. ჩვენ ბრალი გედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს პოლიციაზე თავდასხმა პოლიციის სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი და დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე. და ეხლა მოგმართად შეგიძლიათ გალბატონო ზია, ცნობთ თუ არა თავს დანაშაული წარდგენის ბრალდებაში? არა, თავს უკანან პატიმრები მიჩნევ. საბედნიერო ჩვენ სამშობლოში დიქტატურა საბოლოოდ არ მოხდებია და მჯერა მეცას უცხის ყველა პატიმარი შეძლებს დანაშაულების დამარცხებას. მზია ამაღლობელი შუახევის სოფელ ჭვანაში დაიბადა. ამ სახლში გაატარა ბავშვობა. აქვე დაამთავრა სკოლა. ჩემთვის პირადად მზია არ არის მარტო მამიდა. არ არის მარტო მამა ჩემის და. რადგან მზია არის ჩვენთვის აი ყველაფერი, ჩვენი იდეალია. მე 40 წლის გავხდები მალე და მუდმივად ვცდილობ, რომ რაღაცნაირად მზიას გული მოვიგო, რაღაცა რიდი მაქვს მისი, იმდენად დიდი სიყვარულის განცდა მაქვს, იმდენად დიდი მოწიწება და რიდი მაქვს მისი, რომ ამას ესე სიტყვებით ვერ გადმოგცემ. ანუ ეს მზია, როდესაც უკვე სკოლა დაასრულა, ხო? ჭვანაში. სკოლის ფოტოალბომის სურათია 91-ში, როცა სკოლა დაასრულა მზია. ეს მის გაფორმებულია? კი, მისი ხელნაწერია, ჩემი საყვარელი დედმამა.
კარგია, კაი მოგონებები. ციგნების კითხვა ყავდა ხოდე ძალიან. ციგნების საკვანტა ჩიბოდა. ხო, თვითონ ბაღჩაში წავიდოდნენ და მზია ჩვენთან რჩებოდა აკვანთან. კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ. ის დღე იყო, არ ვიცი. მაგ აგენტობაზე. ბედნიერება მოვიდა, აი როგორ ეკადი მართლა კი იმაკი და ჩვენ ამას მივახცეთ, ძალიან ბედნიერი დღე იყო ეს და მზიაც ბედნიერიც იყო იმ დღეს. და უცებ ყველაფერი შეიცვალა. ზია ამაღლობელმა დაკავების წუთიდან შიმშილობა დაიწყო. ოჯახმა ამის შესახებ ტელევიზორით შეიტყო. პრესკონფერენცია რა იყო მაშინ. გავიგე, როგორ იყო ჩავიკეცით. თითქოს ჩამოგვექცა იმით რომ ვიცოდით რომ უკან არ დაიხევდა მისე და ამ ყველაფერს მისი ხასიათის გამო ვიცოდით რომ ამას არ შეწყვეტდა და პლუს ყველაზე მეტად ამას ამძიმებდა ის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ ვიცი როგორი იყო. მეორე რისიც ოჯახს ყველაზე მეტად ეშინოდა, იყო მზიას მტკიცე ხასიათი. პირველად დამილეკა სადღაც 2 კვირაში დაჭერიდა. რა გითხრათ? მაშინ როცა შემშელობდა. როგორ ხართ? ბავშვები როგორ ყავთ? არ მოწყვეტ ყოველდღიურ ცხოვრებას, წადით სამსახურებში იარეთ. გავფრთხილდით ერთმანეთს გავფრთხილდით. მეტი არაფერი. მე კარგად ვარ, ჩემზე არ ედარდოთ. აი რომ დავიწყეთ საუბარი რომ გთხოვმა შეწყვეტა შემშელობა, გთხოვთ, არ დაგვასრულებინა წინადადება, გთხოვთ ამ თემაზე არ მესაუბროთ. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს და ძალიან გთხოვთ ამ თემაზე აღარ დამლაპარაკოთ. ფიქრობთ ეს იყო პასუხი იმ სამართლებისა რაც გადაიყვანა და არა იმის გამო შემშელობა იყო მთელ 40 დღემდე. ანუ ვიღაცას იყიდნენ რამის. ეს იყო მისი პროტესტის განცდა სიბრაზისგან, სიმწარეზე, უსამართლობაზე და იმ ყოველდღიურობაზე რაც ახლა დღეს ხდება ჩვენს თავს. ზია ამაღლობელმა 38 დღე იშიმშილა. პროტესტი კლინიკაში შეწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოჯახმა შეუთვალა, რომ ისინიც შიმშილობას დაიწყებდნენ. აი როცა შიმშილობა შეწყვიტა, ცოტა ამოვისმით, ცოტა. ის ვიცოდით მაინც, რომ არ მოკვდებოდა და ცოცხალი იქნებოდა. მზიამ 3 ძმიდან 1 ახალგაზრდამ დაკარგა. თვითონაც ჯერ კიდევ სტუდენტმა იქიდან მოყოლებული აიღო პასუხისმგებლობა ჯერ ძმისშვილების, შემდეგ მათი შვილების განათლებაზე. ყველა ოფისში გავიზარდეთ თითქმის. მეც ჩემი და-ძმებიც, მისი მეგობრის ბავშვებიც, ბათუმის ოფისში გავიზარდეთ. უნივერსიტეტიდან მივდიოდით რედაქციაში, იქ ვეცადინეობდით, იქ ვსწავლობდით და საღამოს მივდიოდით ალბათ სახლში ხამის გასაფრთხილად. ანუ ჩვენ ველოდებით ახალ ფარას ხო, ახალ რუსულ კანონს, რომელიც გვიპირებს რომ გაგვაჩუმოს, გაგვაჩეროს, გაგვანადგუროს, მოგვაშთოს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ქართველი ჟურნალისტები, ქართული ჟურნალისტიკა ამ გამოწვევასაც გაუძლებს. ნოდი ნიუსი არ გაჩერდება, სადაც ხალხი აიქ უნდა. გოგო. რა გოგო? აი მე ძალიან იდარდა და ახლა მე მგონი გაბრაზებული არ ვიცი. აქიჯი და მზიას ოთახში იყო და მზიას გოგო იყო რა. მაშინ ნიუსი არ ყავდათ, როცა მზია ამაღლობელმა ეთერ თურაძესთან და თედო ჯორბენაძესთან ერთად გაზეთ აჭარა პიესიდან წამოსვლა გადაწყვიტა. ისინი ჟურნალისტიკას სხვაგვარად ხედავდნენ და ასლან აბაშიძის ბათუმში ნამდვილი კრიტიკული გაზეთის დაარსება გადაწყვიტეს. აბაშიძის გავლენისა და შეუზღუდავი უფლებების პირობებში დიდ გამბედაობას ახალგაზრდა ჟურნალისტებისგან არავინ ელოდა და გაზეთის დაფუძნებისთვის ხელი არ შეუშლიათ. პრინტერი არ გქონდა ვთქვათ და პროცესორს მოვხსნიდით და მიგქონდა სტამბაში. ქალაქის მეორე ბოლოში ხელით გავდიოდით, თედოს მიქონა ხოლმე ეს პრინტერი და ასე ვაკეთებდით, უშვებდით გაზეთს და ასე ხუმრობდით ხოლმე, პერიოდულობას ვერ ვიცავდით. პირველი ტირაჟი გამოვიდა 300 ნომერი, პერიოდულობას ვერ ვიცავდით და ვამბობდით რომ გამოდის, როცა გამოდის. ყოველი ტირაჟი სავსე იყო ადგილობრივი ავტოკრატის მამხილებელი მასალებით. რედაქცია უძლებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჟურნალისტების მიმართ, ტექნიკის არაერთხელ დაზიანებას ხელისუფლების მხრიდან.
ბოლოს ასლან აბაშიძეს მოთმინების ფიალა აევსო და გაზეთი დახურეს. 2003 წელში დაგხურეს სახელწოდების გამო თითქოს და ვიღაც სახელწოდება მოვიპარეთ, გვიჩივლეს სასამართლოში ჩვეულებრივი ტრიუკი იყო, როგორც ხდება ხოლმე და გითხრას რომ ეს სახელის გამოყენების უფლება არ ქონდა და გაგვაჩერა სასამართლომ. ხელახალი რეგისტრაცია სხვა სახელით ბათუმში შეუძლებელი გახდა. ამიტომ გაზეთი ბათუმელების დაფუძნება თბილისში მოუწიათ. მაშინ დონორების არსებობაც არ იცოდნენ, მათ თვითონ იპოვეს. პირველი ფონდი ღია საზოგადოება გამოეხმაურა და ელემენტარული ტექნიკა შეუძინეს. რაც უფრო პოპულარული ხდებოდა გაზეთი, მით უფრო აწუხებდა ის აბაშიძის რეჟიმს. ერთხელაც სტამბასთან მორიგი ტირაჟის ბეჭდვას ღამით მანქანაში ელოდებოდნენ. და ამ დროს მოვიდა პოლიცია და გითხრა რომ ეჭვი აქვთ რომ ინფორმაცია აქვთ რომ ვართ ნარკოტიკული თხრობის ქვეშ და დაგვაკავეს მე და მზია ვიყავით მარტო. გზად დაკავებულებმა კოლეგასთან და ერთ-ერთ საელჩოსთან დარეკვა მოასწრეს. როცა ნახევარსაათში პოლიციას მათი გამოშვება მოუწია, შენობასთან მედია უკვე მობილიზებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, არავითარი ნარკოტიკები და დაკავება, ჟურნალისტები ჩვენთან ინტერვიუსთვის იყვნენო. თუ არქივს ვნახავთ, ჩვენ მუდმივად წერდით პოლიციაზე, რომელიც არ ღვევს ადამიანის უფლებას. სამწუხაროდ ესე არის, მაგრამ ყველაზე უარესი სიტუაცია პოლიციაში არის ახლა. ანუ ახლა გაბედეს, რომ იმის გამო, რასაც ვაკეთებთ, დაიკავებინათ ჟურნალისტი, ხო? აქამდე პატიმარი ჟურნალისტი და მით უფრო ქალი პატიმარი ჟურნალისტი არ ყოლია. გაძეძგილია ეს ნომრები პოლიციელების კრიტიკით, სხვათა შორის ახლაც არიან თანამდებობებზე ადამიანები პოლიციაში, ვისაც მაშინ ვაკრიტიკებდით, მაგრამ მათ არ გაუბედიათ მაშინ, რომ ეს რაღაცა პერსონალურად გადაეწყვეტათ, ვინ უნდა დაეკავებინათ სისხლით და ვინ არ უნდა დაეკავებინათ. სისტემა არის ყველაზე უარესი, ვიდრე ჩვენ გვინახავს ჩვენ ცხოვრების განმავლობაში. ყველაზე სასტიკი სისტემა ახლა არის შექმნილი. იმ სისასტიკეზე, რომელსაც პოლიციური რეჟიმი მოქალაქეების მიმართ იჩენს, ბათუმელების გვერდებზე დღესაც ბევრი იწერება და ხშირად ამ მასალების მთავარი გმირი ქალაქის მთავარი პოლიციელი ირაკლი დგებუაძეა. არაერთი შემთხვევა იყო, რომელზეც წერდა ბათუმელები, რომელსაც ვაშუქებდით ჩვენ, თუ როგორც აადობდა ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, მოქალაქეებს, მათ შორის იყო ერთ-ერთი რუსული გემის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში, რაც გაიმართა 2023 წლის აპრილში. ეს სტატია მაგალითად ამავე ასახავს, კადრში რაც ჩანს ფოტოზე, ეს არის პარტია დროაზე ლიდერი ბათუმში და სწორედ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი. 4 პოლიციელი აკავებდა მას, რომ გადაიყვანა და ამ დროს ირაკლი დგებუაძემ წაქცეულ გენრიდოლიძეს სახეში თვალის არეში ჩაარტყა წიხლი. კიდევ ერთი შემთხვევა, რაც ჩვენ წერდით, ეს იყო მოქალაქე კახა გურგენაძის შემთხვევა, როცა მოქალაქე ამბობდა, რომ პოლიციის უფროსმა დგებუაძემ კაბინეტში პისტოლეტი დამიმიზნა, ბესელიამ კი მაგინა ყვებოდა მაშინ კახა გურგენაძე. ერთად მოქმედებდნენ ფაქტობრივად. ერთად მოქმედებდნენ კი. მაშინ ეს კახა გურგენაძე დაიბარეს პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში, სამმართველოს შენობაში და სთხოვდნენ ქვეყნის დატოვებას გაუგებარი მიზეზით, როგორც მოქალაქე ამბობს. ჩვენ მაშინ ეს ხდება 2023 წელს. გრიგოლ ბესელი თავის თანამშრომელს უყურებდა, რომელსაც არ ვიცნობ და რეალურად მე მეკითხებოდა, შვილი ორი ყავთ ხომ? მესამეს ელოდებითო. ბავშვებს საერთოდ რატომ ეხებით მეთქი ამ ნერვიულდი? მე არ შემომხედა. მე ისევ განაგდო სინიკურად ბესელიამ. ისე იქნებ ავარია მოხდეს სადმეო. ანუ ამ კაცის ამ მოქალაქის ცოლი ამ დროს იყო ფეხმძიმე, როცა ამაზე იყო მინიშნება პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის მხრიდან. ესენი არ არიან სამართალდამცავები, ესენი არიან შეარაღებული, ფორმირებული ბანდიტების დაჯგუფება. ბესელია დგებუაძე ბათუმში ეწევა კრიტიკული აზრის ანგარიშწორებას და მათ ამის უფლება, როგორც ჩანს, ძალიან მაღლა მისცეს. როგორც მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძეს ნერვებმა უნტყუნა და დაუმორჩილებელი ჟურნალისტების მოშორება გაზეთის დახურვით გადაწყვიტა, პოლიციურმა რეჟიმმა ახლაც ვერ მოითმინა და კიდევ უფრო ბრუტალურად ამოქმედდა. ბათუმელებში საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ მზიას უკანონო პატიმრობა იყო შურისძიება მათი საქმიანობისთვის. მზიას დაკავებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე პოლიციის უფროსი გამოცემის რედაქტორს დაემუქრა. ეთერ თურაძე ერთ-ერთ აქციას აშუქებდა, სადაც სამართალდამცავები ჩვეულებრივზე უხეშად იქცეოდნენ. ქართველი ვარ. ქართველი ვარ, მთელი არსებით და გადაიწიე ხა რო გეუნებია და გადაიწიე მე, გადაიწიე. იმღამეს დამემუქრნენ, რომ დამაკავებდნენ. მანამდე ბესელია იმავე დღეს დგებუაძეს უთხარ, რომ ის არის კორუმპირებული. იმავე ღამეს უთხარი და აუცილებლად გაიგებდა საზოგადოებას მათი კორუფციული
სქემების შესახებ და თვითონ დამემუქრა რომ მე დამაჯარიმებდა და ჯარიმა მომივიდოდა სახლში. აი ეს იყო იმ ღამის ეს მოხდა 16 დეკემბერს. 16 დეკემბერს. მუქარის ასრულების დროც დადგა. ბათუმში უწყვეტი აქციების 43 დღე იყო. 43 დღე იყო უწყვეტად აშუქებდა პროტესტს მზიას გამოცემაც, მაგრამ პირადად ის ჩვეულებრივ ოფისში რჩებოდა. მრავალწლიანი წარმატებული პროფესიული საქმიანობის მიუხედავად, მზია ყოველთვის ჩრდილში იყო და მოკრძალებულად ცხოვრობდა ყოველგვარი საჯაროობის გარეშე. მზია არათუ საჯარო პირი არ იყო, მისი კადრი არ არსებობდა მზიას დაკავებამდე, საჯარო კადრი, ვიდეო რედაქციასაც არ გქონდა, იმდენად ამ რაღაცებში არ მონაწილეობდა, არ სიამოვნებდა და არც გქონდა. თქვენს თვალწინ ვიტყო შეურაცხყოფას გვაძინებენ, გვაკურთხებენ. ტელევიზორში გავიგე ხმაური აქციის შესახებ, მაგრამ აზრად არ მომწვია რომ მზია იქ იქნებოდა, იმიტომ რომ მზია თითქმის არ დადიოდა აქციებს. 11 იანვარს მზია აქციაზე მას შემდეგ გავიდა, როცა პოლიციამ შვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული გახდა და რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის იყო მზიას კოლეგა და მეგობარი ციალა ქათამიძეც. გაიგო რომ დამაკავეს. გადაწყვიტა რომ მოსულიყო საშველად, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა მოცემულობა, რის გამოც შეიძლება დავეკავებინა. ციალა პოლიციის წინ ქვაფენილზე სტიკერის დაკვრისთვის აიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება ახალი, წარმოუდგენლად გამკაცრებული დამახინჯებული კანონმდებლობითაც კი აკრძალული არ არის. მან თქვა, რომ არ დატოვებდა ციალა ქათამიძეს მარტო, როდესაც შეიტყო რომ ის დააკავეს და ზუსტად იგივე აქტი განახორციელა მან, რის გამოც დააკავეს ციალა და მზიამ ის იგივე სტიკერი გამოართვა ვიღაცას აქციის მონაწილეს და გააკრა აი ამ დანაყოფის პოლიციის დამხმარე შენობას გააკრა. მზია ამაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ, მზია ამაღლობელი დააკავეს. მზია ამაღლობელი დააკავეს ამ ზია ამაღლობელი დააკავეს ახლახან. მთელი ოჯახი გავჩით იქ. ეს მოხდა სადღაც 10-15 წუთში ყველა იქ ვიყავით. სავალდებულად დამიჭირონ და მაშინ მოხვიდეთ ყველამო. კადრებში ისმის, რას ასახელებს ირაკლი დგებუაძე მზიას დაკავების მიზეზად. მოგვიანებით პოლიციელები არკვევენ, რომ 150 მუხლით პირის დაკავების უფლება მათ არ აქვთ და გაყალბებულ ოქმს 173 მუხლით ადგენენ. ამტკიცებენ, რომ მზია პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. სანამ რიგითები ოქმს აყალბებდნენ, პოლიციის უფროს დგებუაძეს დრო არ დაუკარგავს და დაკავებული მამაკაცების ჭკუის სწავლებას შეუდგა. დაკავებული ქალები ამის მომსწრეები იყვნენ. ირაკლი დგებუაძე როგორ სცემდა მალხაზ ირემაძეს. მალხაზი 4 ადამიანს ყავდა გაკავებული. ანუ 2-ს ეს ხელებით და 2-ს ზურგით. ერთხელ სახეში დაარტყა და მეორეჯერ მუშტი იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ კარი რო დამიკეტეს, და ხმა კედელზე მალხაზის თავის მირტყმის ხმა გავიგონე. შესასვლელში კარებთან ფეხი დამარტყა და როცა შემიყვანა 2 ადამიანს ვეჭირე ესე ნიღბიანს და ყველა გამოვიდა ესე დიდი ჰოლი იყო შესასვლელში და კარებიდან გამოვიდა ყველა ჩემი თანაქალაქელები თანამშრომლები თავისი თანამშრომლები და აყურებინა როგორ მირტყამს და როგორ იმოქმედა თავი მიმარტყევინა და რომ მირტყამდა მაგ დროს ხო აი რომ მოძრაობდა აი ვინც გვერდზე მედგა წარმოიდგინეთ იმან გაწია რა კი არ ჩაერთო გაწია რომ რასაკეთე მასწავლებელი ვერ მეთქი რომ უთხარი რავი ორი იმდენი დაემატა შენი მასწავლებელიო და მაგალითად დაკავებული ეუბნებოდა რომ მასწავლებელი ვარ გთხოვ არ დამარტყა და მასწავლებლებს აგინებდა აი ეუბნებოდა რომ მაგალითად აი მსახიობი ვარ არ დამარტყა და
რავი, ახალი წელიც კი გვაგინა, გახსოვთ, აი ზემოთ თქვი, რომ აი ახალ წელს შევხვდით აქციაზე თქო და ირაკლი დგებუაძესაც მოუწია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება იმ ჩვენთან ერთად. იმდენად ეზიზღებოდა ყველა ის ადამიანი, რომელიც აქციის მონაწილე იყო, რომ აი თითოეული ის დარტყმა, რომელსაც მალხას აყენებდა, ეკუთვნოდა აქციის ყველა მონაწილეს. გადადიოდა მედროშესთან, მედროშეს ურტყამდა, მერე გადმოდიოდა, ეხლა მედროშესთან ერთად მომიწია მე 2 დღე კაბეზეში და მედროშე ჩემთვის დააკავეს და მედროშემ რომ მომიყვარო, გადადიოდა, გადმოდიოდა და იმ ხელა სიტყვებით ლაპარაკობდა, რომ აი მაგ პერიოდში მზიასაც ასმენინებდა ამ ყველაფერს. რა და ის იმოქმედა ზეგავლენა, შემდეგ მასზე ზეწოლა, ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ადამიანი მე ვერ გავაკეთე ის, რაც მზიამ გააკეთა რა. ეს შეეფეთა მას პირდაპირ სახეში შემოჰკრეს და უთხრეს, რომ არავითარი სიტყვის თავისუფლება, არავითარი ღირსება, არავითარი თავმოყვარეობა, არავითარი კანონი არ არსებობს და ვერავინ ვერ დაგიცავს ძალადობისგან თუ გადაწყვეტეს. ასეთ ძალადობრივ გარემოში გაატარა მზიამ დაახლოებით 1 საათი იქამდე, ვიდრე დაკავების უსაფუძვლობის გამო მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს. მზიას გამოსვლის მომენტში აქცია პოლიციასთან ჯერ კიდევ გრძელდებოდა, მაგრამ თანდათან დასასრულისკენ მიდიოდა. გადავწყვეტე, რომ ლაივები გაგვეთიშა, რადგანაც აქცია აღარ იყო ისეთი დასასრულისკენ მიდიოდა. ამ დროს გამოცვიდა სწორედ პოლიცია და დააკავეს ის 2 ადამიანი მზიას გარემოცვიდან, 2 ადამიანი შეითრიეს. პირველად სწორედ გიორგი გაბაიძეს მივარდნენ, ის ზურგით იდგა და გაიტაცეს და ამან გამოიწვია პანიკა, ჭყლეტა, დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში და ამ ჭყლეტაში მოყვა მზია, ჩავარდა, დაეცა და სასტრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო, არ იყო მზია კარგად და შემდეგ ეს დადასტურდა კიდეც, რომ ექსპერტიზა როდესაც ჩაუტარდა, მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში. განსაკუთრებით ხელებს იტკიებდა, ანუ მას ხელებზე უჭერდნენ, ათრიეს ამ პოლიციელებმა და აი ამ ჭყლეტაში იყო, როდესაც ჩვენ აღმოჩნდით ორივე ერთად აი ამ პოლიციის შესასვლელთან. გაბაიძე გიორგი, ფრალი. მოაგინე პოლიციელებს, ხო? პოლიცია რომელიც როდესაც ეს სილა გააწმა, რა თქმა უნდა, დავინახე მხოლოდ ეს მომენტი, დავინახე. სიმართლე გითხრათ, ვიყავი შოკირებული ელდამეცა იმ წუთში, იმიტომ რომ მზიასგან მსგავსი ქცევა არასოდეს რაღაც ადამიანები არიან, აგერ ჩემს ზურგს უკან არაერთი ადამიანი წლებია იცნობენ მას, არასოდეს არ ყოფილა მსგავსი არაფერი. და საერთოდ არ არის აგრესიული ადამიანი, საერთოდ ძალიან გაწონასწორებული ადამიანია. აი წამებში დავიკარგეთ ყველა ერთმანეთისგან, იმდენად ხალხი ერთმანეთში აირია. ის რომ მზიას დაუწესებნა, რომ რა მოხდა, ვერ გავიგეთ რეალურად რა მოხდა. მერე ვნახეთ მზიას ფეხსაცმელი, ჩემს ვიზაში უსეჭირა ხელში. ცდილობდა შეეწოდებინა და უთხრეს უარი. არ მიქონდათ ფეხსაცმელი, უნდათ რომ აი ესე ფეხშიშველი ყოფილიყო და ფეხშიშველი გაშიშვლება გახდა ამ რეჟიმის ამ მოძალადე დაჯგუფების რაღაც ერთ-ერთი მოთხოვნილება, რომ ადამიანებს აღშიშვლებენ და ასე ამცირებენ. არ ვიცი მათ რა სიამოვნებას გვრით ეს, მაგრამ აი ეს გაშიშვლება რაღაცა ნაწილია მათი ეს სამუშაოს. კადრებში, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ შეყავთ პოლიციის შენობაში მზია ცალი ფეხსაცმლით, კარგად ისმის ისიც, როგორ ამცირებენ მას, როგორ ემუქრება ირაკლი დგებუაძე. დაკავებიდან 20 წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა, რომელიც მალე გამოვიდა და დადასტურებულად შევიტყვეთ უკვე, რომ მზიას მიმართ იქ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი, აფურთხა დგებუაძემ და ცდილობდა ფიზიკურ ანგარიშწორებას და ძალიან ცდილობდით, რომ ადვოკატები შესულიყვნენ დროულად. მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდით, პოლიციელებს ვეუბნებოდით, რომ ადვოკატები იყვნენ მოსვლები, დავრეკეთ ცხელ ხაზზე. რამდენჯერმე პირადად მეც დავრეკე, ადვოკატებიც რეკავდნენ და არავინ პასუხს არ გვცემდა. მოგმართეთ წერილობით იყო ეს, ანუ შუა ღამე არის უკვე, 3 საათი, 4 საათი და აი ამას ეძახე, რომ მოგმართეთ წერილობით. ეს იყო ძალიან როგორ გითხრათ, დამთრგუნველი, როდესაც ასე აგდებულად ინსტიტუციები ასე აგდებულად, ასე
თელავენ ადამიანის უფლებებს. მე პირადად ვთხოვდი იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომ შეეშვათ ადვოკატები, იმიტომ რომ ჩემთვის, განსაკუთრებით ჩემთვის მზიას იქ ყოფნა იყო ძალიან დიდი საფრთხის შემცვლელი, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცოდი რა ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, რას უშვებოდნენ დაკავებულებს და ზუსტად ვიცოდი რომ იქ მზიას ყოფნა შესაძლოა ყოფილიყო საფრთხის შემცველი და სასწრაფოდ იყო მნიშვნელოვანი იქ ადვოკატების შესვლა. დაიფიცეთ ყოვლის შემიძლე და ყოვლის მცოდნე ღმერთის წინაშე რომ მთელი შეგიძლიათ იხდოდეთ ყოველ სიმართლეს და არაფერს დამალავს. თქვენ უნდა გძალოთ. პიცა ღმერთი იყო ჩემი მფარველი. პიცა ღმერთი იყო ჩემი მფარველი. დამიდასტურეთ ხალხოწერით. ყოვლის შემძლე და ყოვლის მცოდნე ღმერთის წინაშე უკვე არაერთმა პოლიციელმა დაიფიცა, მაგრამ ნაცვლად იმისა, მთელი შეგნებით ეთქვათ მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაემალათ, ერთმანეთის მიყოლებით ცრუ ჩვენებები მისცეს. აი როგორ განმარტავენ იმ ფაქტს, რომ ადვოკატები მზიას დაკავების შემდეგ სრული 3 საათი ელოდებოდნენ პოლიციაში შესვლის ნებართვას. ალბათ მზიას არ გამოუწყო სექსუალური რომას ასწრებოდა ადვოკატიანი მოიწვია იმერტები, მსგავსი მოთხოვნების მხრიდან ამოწ. ასევე 3 საათი გავიდა, ვიდრე ოჯახს ოფიციალურად შეატყობინეს მზიას დაკავების შესახებ. 3 საათი რამ შეგიშალა? 3 საათი ჩავედია. ეგ არის პასუხი, გასაგები. მზია გითხრათ, რომ არ საჭიროა ადვოკატი. მან გასაგებად არტიკულირებულად თუ გითხრათ, რომ მას დაცვა არ ესაჭიროება ამ საქმეში. დიახ, ჩვენ შეკითხვაზე მან თქვა არა, უფრო მეტიც მე. წერა და მიხარით ესე, წერა მან არც ის უქმნას, არც ეს უქმნას. ადვოკატს უფლება განემარტა, მას სამედიცინოს განემარტა ადვოკატს. სამედიცინოს არ ყველა უფლება ესეც ერთ-ერთი უფლებაა ბრალდების, როგორც სხვა უფლება ისე განემარტა. უარი თქვა. უარი განაცხადა დაცვაზე? დიახ. უფრო ვესწორი რა შეჭი. კარგი, ავტომზია ერთი რა. მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ აგინა და აფურთხა. როგორც უკანონო პატიმარი იხსენებს, დგებუაძის აკრძალვის გამო მას დიდხანს არ აძლევდნენ წყალს და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას. ჩემი დაკავების შემდეგ ეგრეთ წოდებული გაზარებებული რატომ უშვებით ვთქვათ უშვებით თქვა შეწყვეტაში სადაც მიყავდა არ შემომიშვია ეს შესაძლებელია ეს ყოფილიყო მაშინ რომ თქვენ არიყავით იმ ოთახში? იმ ოთახში თუ არიყავით, გვერდით ოთახში მოპირდაპირე მხარე შესაბამისად დავიახავდი რო შემოსული. მასაც დავიღოთ. დასკანა ხმა უდიდეს მოდათ, არაფერი არ სადაც მიყავი, ან როცა მარინებდა, მახდებდა. არაფერი არ გამიგია, მსგავს ფაქტი არ. წყალაგონია თუ არა? ალკორზალა როანი წესით შეგვიძლია და საფეთქარეში გასვლის საშუალებას გაგზავნა მაინც. რამდენი ხნის შემდეგ შეგიძლიათ მითხრათ და პირველ საფუძვლებს რამდენი ხნის შემდეგ? პირველ საფუძვლებს როცა მოგითხოვეთ და მესამე საფუძვლებს როცა აკეთებთ. ყველგან უნდა წყლის დალევის საშუალება და საფეთქარეში გასვლა. საფეთქარეში როდის გამიხსნის? მე კონკრეტულად დავიცი, მაგრამ როგორც მითხრეს გამიხსენით პირველ საფუძვლებს და მესამე საფუძვლებს. როდით მოდელს პროდუქტში გავყავთ. ავტომზია შეფასებებს შემდეგ ეტაპზე. სუდობის დარბაზი დატოვეთ, სუდობის დარბაზი. ხელბაკილი წინდა მადებ თუ უკან. უკან. ხო იცით, არ ტყუი ვარ. ხელბაკილი რამდენი ხნის განმავლობაში უნდა დადებულიყო კალორიაზე? ალბათ 2 საათი. 2 საათი ოთახში. ზედამხედველობის ქვეშ ზურგს უკან შეკული ხელებით ქალბატონი მზიას ყოფნის რა აუცილებლობა დაინახეთ თქვენ? ვინაიდან ხო თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, უკანონო გადაწყვეტილებას უარ მიიღებთ? პირველ რიგში პირის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება, როცა პირი არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში შესაძლებელია უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება. სოფელი ედება როგორც პირის თავად დაკავებული პირის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისე შენობის ოთახში მყოფი პოლიციელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. დიახ, თქვენა, მე ვახსენებ ხანჯარა. ხელბორკილი შესაძლებელი იყო ხანჯრიდანაც გადახტობა მითხრა, მაგრამ ხანჯარა იყო გაკეტილი. დიახ, ხელბორკილი ხელსურვის ხანჯარა გავა. ეს არამც არ ემსახურებოდა მის დამცირებას, მას ხელი არ ეშლებოდა იმაში, თუმცა ელემენტარული საჭიროები წყალი იქნებოდა საპირფაშო ხელის აღწერის დროს, მას ჩემს კაბინეტში წყალი გამოვიტანე მაცივიდან, დაგიდებით წინ და გითხარით, როცა დაჭირდება დალიექნებით. დარბაზიდან ვის საუბრობს? თუ საუბრობს ის ამბობე, გამოიჩინე რომ აქ ძალიან შეკული ხელების წყალს დატოვეთ, დატოვოთ ხტომის დარბაზი, დატოვეთ ხტომის
ხსენითად დაიეთ. თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ, ლაცივიდან გამოვიტანეთ და იგიც კითხეთ. ცივი გინდათ თუ თბილი თალიგები. ზანებებს აწვდით, რა უნდა დაიკეთებინა. მათ შორის ოქარები არაფერს ეზოპილის დაგიწყეთ ჩხერს. მოკლედ დადებული გამოკითხეთ ბრალდებულის სახით. ხელის მოწერის დროს პროკტინი მოიხსნა. მარტო ხელის მოწერის. წყლის თვალების დროს და სამეფარეშოში გასულს. ერთადერთი რაც ცრუ მოწმეების ჩვენებებში ნაღდია, მათი უაღრესად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება პროკურორებთან, რაც დამსწრე საზოგადოებისთვის სრულიად თვალხილულია. პირდაპირ უყურებ, როგორ უკრავენ თვალს ბრალმდებელს მისი მოწმეები. რეჟიმის პატიმრის საქმეში მთავარი სიყალბე მისი ბრალია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის, ანუ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 353 პრიმა მუხლი წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. არადა პატაკში, რომლის საფუძველზეც დაიწყო საერთოდ გამოძიება, თავდაპირველად სწორედ ასე ეწერა: ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკურ შეურაცხყოფას კანონი მხოლოდ სამართალდარღვევად მიიჩნევს და დანაშაულად საერთოდ არ აკვალიფიცირებს. ბატონ დებუაძეზე მოხდა თავდასხმა. ასეთი რამე წერია ბატონში. პატაკში ფიზიკური შეურაცხყოფა. მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იმიტომ რომ არ პროკურორის ურთიერთობა თავდასხმა და პატაკში წერია მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ გამოკითხვის ოფში ვერდია ფერაძემ სადმე გითხრათ, რომ დებუაძეზე მოხდა თავდასხმა. თავდასხმა ასეთი სიტყვა არ ყოფილა, მაგრამ მან აწერა ის მომენტი, თუ რა მოხდა ზოგადად, რომ მოკაჩა ხუთუგზე და ხელი გაარტყა, მარცხენა ხელი გაარტყა მარინო ლოყისა და პოლის არის. და არის მხოლოდ ცილის ერთი შემოლაწუნება, რომელიც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის დისპოზიცია. ეს მუხლი გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სხვა შეურაცხყოფელ ქმედებას. აი ყველას ვეკითხები ხოლმე მე უფრო თვალსაჩინოებისთვის. აი რომ შეეფურთხებინა რა უფრო მძიმე სანახავი იქნებოდა და ყველამ პასუხობს რომ შეფურთხება უფრო ცუდი ინციდენტი იქნებოდა. ეს არის კლასიკური შეურაცხყოფა. სხვა შეურაცხყოფელი ქმედება, რაც გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პატაკში არ წერია რომ მოხდა თავდასხმა. პატაკში წერია რომ მოხდა შეურაცხყოფა და სხვა სამართლებრივი კვალიფიკაციის საფუძვლები. ეს მუხლი საიდან გაჩნდა ზიასთან მიმართებაში ამ მომენტის მოძებნამდე ახლა თქვენთან. დავალება მიიღე. დავალება არ მიმიღია. დავალება არ მიმიღია, რომ მე პროფესორ გავიგე რომ 350 პრიმა მომენტ იყო ფორმალურად დაკავებული, ფაქტობრივად. ფაქტობრივად იყო დაკავებული და ასევე პატაკის სინარისთან გამომდინარე პროკურორთან შეთანხმებით დავიწყეთ ამ მოხდეს. ჩვენ გვაქვს ამ საქმეში წარდგენილი ასევე სწორედ იმ წუთებში აკეთებს განმარტებას ამ საქმეზე ბატონი ათაბეგაშვილი და ისაც იგივეს ამბობს, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელს. ეკითხებიან რა მოხდა და ის პასუხობს შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელს. ყველა საუბრობს რომ ზიან შეურაცხყოფა მიაყენეს, იმიტომ რომ დიახ, სილის გაწვნა მხოლოდ შეურაცხყოფასთან ასოცირდება. ამიტომ შეურაცხყოფისთვის პატიმარი არსებობს მხოლოდ მზია ამაღლობელი, რაც არის სირცხლი იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია ცივილიზაციაზე. შეურაცხყოფა არის პატივის და ღირსების სფერო. ანუ მე შეურაცხყოფილი ვარ, ამ ქმედებით თუ არ ვარ შეურაცხყოფილი. ანუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ის კონკრეტული მუხლი იცავს პატივს და ღირსებას. მათ შორის შეურაცხყოფელი ქმედებაც იქ აზიანებს პატივს და ღირსებას, მაგრამ თავდასხმის ობიექტი, იმიტომ ვთქვი, არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს იმდენად მძიმე მოქმედება უნდა იყოს, რომ უნდა აზიანებდეს, ან საფრთხეს ქმნიდეს სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების. და ჩვენ შემთხვევაში კი იცით, რომ ბატონ დებუაძეს ნაკაწრიც კი არ აქვს და ვერც ექნებოდა, იმიტომ რომ სილის გაწვნა ამ ტიპის ქმედება არ არის. ამიტომ ბატონმა დებუაძემ კი იცის, ზუსტად იცის, რომ ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეურაცხყოფის სფერო და სწორედ ამიტომ ყვირის იქ, რომ სისხლით დავიჭერო. გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ პროცესზე აღიარა, რომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი მან მზიას პროკურატურასთან შეთანხმებით წაუყენა. ეს ერთადერთი საშუალება იყო, რომ ბრალდებული პატიმრობაში დაეტოვებინათ. არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე იმავლის საფრთხეც არსებობს. ვამბობ, რომ გამოყენებული ახალ პოზიციება პატიმრობა დარჩეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმაც არ დააყოვნა. მზიამაღლობის მიმართ დაფოთის ხონისების სახით გამოყენებული ეს პატიმრობა, ბრალდებული მზიამაღლობის პატიმრობის ბატისაცვა დაიწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2020 წლის
მის შემდეგ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოს სხვადასხვა შემადგენლობამ იმსჯელა და ყოველ ჯერზე გაითვალისწინა პროკურატურის აბსურდული არგუმენტები იმის შესახებ, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე, არსებობდა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რომ საფრთხე იყო მზიას გავლენა მოეხდინა მოწმეებზე, მაშინ როცა საქმეში უკლებლივ ყველა მოწმე პოლიციელია. 14-იანობის განჩინება ბრალდების აკადემიის აკადემიის გამოყენების თაობაზე დარჩეს ძალაში ამში საავტო განჩინება რეჟიმის საფრთხეს მართლაც ელის მზია ამაღლობელის თავისუფლებისგან. ამას მზიაც არ მალავს. ატიმრობაში თუ არ იქნები ზუსტად იცი რას გავაკეთე. დანაშაულს არ ჩავიდეს. თუმცა არ არის. მაგრამ ყველაფერს დავაკეთებ, რომ თავისი ხელმისაწვდომი ინტეგრაციის და სისტემის გამოყენების თავისუფლებისთვის ნამდვილად ყველაფერს დავაკეთებ. და ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ დავიწყო. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ყოველ ჯერზე ასეც მოიქცა. ეს უსაფუძვლო, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არ იყო ერთადერთი, რის გამოც რეჟიმის პატიმრის ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს. სადავოა მისი განათლება და კვალიფიკაციაც. თქვენ მიმართ არსებულ უნდობლობას კიდევ უფრო საფუძვლიანს მისის ფაქტი, რომ მოსამართლის თანამდებობაზე კანონით გაწერილი პროცედურების დაბლობით ხართ დანიშნული. თქვენ მიერ მიღებული განათლების შესახებ გასაჯაროებული ინფორმაციაში არ იძებნება უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. არ გაქვთ კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. კერძოდ, მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული გაქვთ მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით. სამუშაო გამოცდილება კი 2022 წლამდე მხოლოდ ამავე მიმართულებით ჰქონდათ, რის გამოც გაუგებარია რა კრიტერიუმით დაინიშნათ 2022 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ. მის ბიოგრაფიაში მას არ აქვს სისხლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული, მას აქვს რაღაცა უცნაური ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრიატი დამთავრებული, სადაც სახელწოდებაში სამართალი ვერ ვნახეთ. და მაგისტრატურა აქვს დამთავრებული ბიზნეს ინჟინერინგის მაგისტრატურა. ანუ ჩვენ რომ გავიგოთ, თქვენ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით არ გისწავლია არც მაგისტრატურაში და არც სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა არ ჩაგაბარებულა. არც გისწავლია, არც სისხლის სამართალი. თქვენს ბიოგრაფიაში სისხლის კვალიფიკაციის გადათვლების დამადასტურებელი და მათ შორის სამოსამართლო კვალიფიკაციის დამადასტურებელი არ ვეძებოთ. ამის დადასტურებელი. დიახ, ავტომატურად თქვენ ეს თხოვეთ და არის კუმულატივად რომელიმე სამართლებრივ ნორმას კანონს, რომლის აღძრაზეც ეს წარმოადგენს აუცილებლად პირობას არ შეეზღუდვას, რაც იწვევს, რომ ჩვენ ვისაუბროთ არაკანონიერ შემადგენლობაზე ან უკანონო თანამდებობაზე გაწესებას. მან დაადასტურა, რომ არ აქვს ჩაბარებული სისხლის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდა და სისხლის სამართალიც არ აქვს ნასწავლი მაგისტრატურაში. ეს მან ცალსახად თქვა. სასამართლოს აბსოლუტურად კანონის შესაბამისად, იმ დროს მოქმედი ეროვნული გამოცდების შესაბამისად გავლილი აქვს ბაკალავრი, ასევე მაგისტრატურის შემდგომი საფეხური. ჩვენთვის უცნობია, გადიოდა თუ არა ნინო სახელაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ სოციალურ ფაკულტეტზე ილეიზმს. ან სხვას რას მივაწეროთ, რომ ის საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს და სასამართლოდ ან სასამართლო შემადგენლობად მოიხსენიებს. მაგალითად, სასამართლომ დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის მაგისტრატურა. ჩვენთვის დანამდვილებით ცნობილი ის არის, რომ მიმდინარე წლის 3 მარტს ის ევროკავშირის 3 ქვეყანამ სწორედ მზია ამაღლობელის საქმისთვის დაასანქცირა. მაინც ვერ წარმართავთ ამ სკოლას, მაინც ვერ წარმართავთ. შესაძლოა უბრალო დამთხევა იყოს, რომ სანქცირებული მოსამართლე საზოგადოებას ამ კოდური სიტყვებით ემშვიდობებოდა, ფაქტობრივად ქართული ოცნების წინასაარჩევნო სლოგანით. სასამართლო ფორმალობების დაცვაში მოწმეების მიმართ აშკარად მიკერძოებული იყო. ამის საუკეთესო მაგალითად იქცა გრიგოლ ბესელიას დაკითხვის სხდომა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სხდომათა დარბაზში გატარებული რამდენიმე საათის განმავლობაში უკიდურესად ფამილიარულად იქცეოდა.
როგორც ჩანს, მიღებული წესია. ისიც თვალს უკრავდა პროკურორებს, მაგრამ მოსამართლეს მისი გადაჭარბებული რელაქსაცია სასამართლო დარბაზში უცნაურად არ მიუჩნევია. მოსამართლის ყურადღება მიმართული ბზიას გულშემატკივრებით სავსე დარბაზისკენ იყო. ნომის დარბაზში მყოფანი და კაპიტანი ბზიას ბედით ხდება. ბზიას ბედით მოჭარბებულად შეწუხებულმა მოსამართლემ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა ამჯერადაც ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხით ახსნა. ნამდვილად მომეტებულია ახალი დანაშაულების პედაგოგის ჩადენის საფრთხე. ეს საფრთხე კი სტიკერის გაკვრის ეპიზოდს დააყრდნო. ეს ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ბზია ბესელიამ დააკავა. ოქმში კი მის დამკავებლად სხვა პოლიციელი გაფორმდა. ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ ბზიამ სტიკერი უხმოდ გააკრა. ამისთვის დაკავების უფლება საერთოდ არ აქვთ. ამიტომ ოქმში მიუთითეს, რომ ის პოლიციელებს აგინებდა. გავიმეორო ის სიტყვები, ოდიშ მოგიხდით საზოგადოებას, ბოზებო და ასე შემდეგ. ასე იძახდა? ალბათონი მზია ხენ კონკრეტულად რომ ეძახდა ბოზებო არ მოგიგო ასე ვთქვათ. აი თქვენ რომ ეძახდათ და თქვენ ყოლებს რატომ არ დააკავეთ თქვენ? რატომ არ დააკავეთ? მოდააკავეთ. თქვენადო მე მეძახდა. სხვამ რატომ დააკავე იმას არ გეკითხები. თქვენ რატომ არ დააკავეთ? მაგას რომ ეძახდა და გასაბმელი რო იყო. თქვენ რატომ არ დააკავეთ? გაგახსნით სასტანაც გითხარით. ყველას მეძახდა. როცა მოხერხდა და დავყო. როცა მოხერხდა და დავყავდა? როცა მოახერხეს? ანუ ეს როდესაც მეძახდა ბოზებო, ამ დროს ვერ მოახერხდა მისი დაკავება? ეცადეთ და ვერ მოახერხეთ მისი დაკავება? რა მანძილიდან ეძახდათ? ახლოს იბრა, ხო? ეხლა ამდენმა პოლიციელმა როგორ ვერ დააკავეთ, ხალი წირო გიბრათ და ეძახით ბოზებო. ამიხსენეთ ერთიან, ხელი პოლიციის ჯარით გახართ, წინ ხალი გიდგათ, გეძახით ბოზებო და ვერ ახერხებთ ამ ხალის დაკავებას. აი მითხარით როგორ მოხდა ეს, ხო და დაგიჯეროთ მე არა? ხო დაკავე. 12 იანვარს რა მოგკითხავთ რა მომძიებელმა და თქვენ არსად არ ამბობთ, რომ ზია ამაღლობელი იმ პოლიციელებს ეძახდა ბოზებო. არც შემდეგ გამოკითხვაში არ ამბობთ ამას ოზურგეთის პოლიციამ რომ რა მოკითხათ და დღეს ეს საიდან გაგახსენდა? ეს რაღაცა ახალი აღმოჩნდა, რაც თავი არც მის დაკავების აქცენტ არ დაკავების ოფში წერია, არც სამართალდამცავი დადგენილება, არცად არ წერია მოგიხთ რა. და მინდა გავიგო თქვენ ეს სიტყვა, ეხლა ამის ინსპირაცია რა მოგცათ? ასე რაც იყო იმას ვიძახე. და რატო არც ერთ გამოკითხვის ოფში არ თქვით? იქ რაზე საუბრობთ რა მოკითხვაზე? ფაქტებს ხვდებით, ხო? არ გითხრათ ეს გამოკითხვის ოფში. არ დაყვებით მისი ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით რა მოიგოთ, მაგრამ ამას არ ამბობთ. ცრუმოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ ზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მან დააკავა, სასამართლომდე გამოკითხვის ოქმში გინების სხვა ვერსიებს მიუთითებდა. თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს ეძახდა ძაღლებო, ღორებო, რუსეთის მონებო. რა სიტყვებით ვიგინებთ? იმიტომ რომ გინება უბრალოდ არ ვიცი და უნდა ვისწავლო ეხლა და აწევ უნდა გავიგებდა. იქნებ მითხრათ რა სიტყვებით? და მე ვთქვი უკვე რა სიტყვას ვთქვა. და ალბათ მხოლოდ ერთი სიტყვით არ ვიგინებოდი რა მე იქნებ ბევრი სხვა სიტყვები თავის. მე ვთქვი უკვე თავდადამოზია რაც თქვი? რა სიტყვებით ვიგინებოდი? მე ვთქვი უკვე და დაიბრუნე კიდე. თქვენ დაგინებთ და მაინც ეს საკუთარ შვენ გვაგინებთ. პოლიციის თანამშრომლებს და პოლიციის ოფიცრებს გვაგინებთ და გავყენებით შეურაცხმოს. როგორ დაგინებთ? გაიმეორეთ. გაიმეორეთ რა სიტყვებით დაგინებთ. როგორც ჩანს ასე ხედავთ თქვენ თავს. დარბაზიდან რეპლიკა მისმის. გაიმეორეთ ძალიან ვთქვი, როგორ დაგინებთ და რა სიტყვებით ვიგინებთ. შენზე უბრალოდ თქვენიც. ცხლესი გაიმეორეთ. იმიტომ რომ ვიდეო არ არსებობს. 50 წლის ვარ. ვერსად ვერ ნახავ, ვერც დახურ ოთახში, ვერც საჯარო სივრცეში, ვერსად ვერ ნახავ ჩემს გინებას. არ ხვდეთ მე რაც გავიგო და რაც არ არსებობს ვიდეო და მინდა თქვენ გაგიგონიათ და მინდა ვიცოდე. საკუთარი თავი დავინახოთ თქვენ. ეხლა ხო გაიგეთ?
არა, მინდა დავიმეორო, ძალიან ხალხო სამართლებს ხოლოდ, ნუ იყოს იპასუხო. იპასუხო გადავიდე. რას იდეა როგორც გამარტეთ, რას საუბარი. ხო, ბოზებო და მონებო და რა. ხმამაღად შეიძლება. მამა, ერთი წუთი გავდავდია, ერთი წუთი გამიგე პასუხი. შემდეგი შეკითხვა დასვით. შეკითხვა არ გაქვს, სულ მოწმეა. ეს შეფასება. კი ბატონო, შეფასება ის უფლებას დასვიდებს შეუზღუდავად. კი ბატონო, და ის სიტყვები რა თქვენ? ასეთებდა შეკითხვა გაქვს, გავდავდე, შეკითხვა გაქვს. სიტყვის ვაპარაკობ. შეკითხვა არა. ესეთი აღელვებული მზია მე მართლა არასდროს არ მინახია იქ რომ ვიღაცას რო ეუბნებოდა ის სრულ მოწმე რო იყო რომ აი მასწავლებო რა გინება რა არის რომ მე არ ვიცი 50 წლის სრულდებიო და არ ვიცი გინება რას ნიშნავს რომ მასწავლება ესეთი აღელვებული მე მაგიდა ამდენი ელაპარაკო ცხოვრებაში არ მინახია აი რა დონეზე მიიყვანა ხალხ ამ წყობამ საერთოდ მზია რა დონეზე მიიყვანა რა მართლა რუსები просто ვერაფერს ვერ ვშობით გაროთ და ხოლმე თავს ვაკონტროლებ რომ აი ესეთი სისულელი არ გავაკეთო რომ მეც არ დავაჭერინო თავი მე გაბრაზებული მზია არასდროს არ მინახია აი რა უნდა მოხდეს ისეთი რომ მზია წყობრიდან გამოიყვანოს ადამიანი და ზუსტად ის დღე იყო როცა მზია დაიჭირეს იმ დღეს როცა მზია დაიჭირეს აჭარის პოლიციის თანამშრომლების მტკიცებით ყველა პოლიციელს სამხრე კამერა გათიშული ჰქონდა და საქმის არც ერთ მოწმე პოლიციელს არ ახსოვს არის თუ არა მათ შენობაში სათვალთვალო კამერები ან არ ახსოვთ ის მუშაობს თუ არა გამართულად ეს კამერები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თავად პოლიციის უფროსი ეგრეთ წოდებული დაზარალებული ირაკლი დგებუაძეც რადარში შეგიძლიათ მითხრათ ჩართული აქვს თუ არა პატრულ ინსპექტორებს სამხრეთ კამერებში წარმოდგენა ვერ გაქვს ანუ თქვენს ვერ არჩევთ ვერ ვარჩევ არა არ ვიცი როდის იღებს როდის არ იღებს არ მქონია კამერებთან შემთხვევა ვაჩვენოთ პირველი ვიდეო თქვენ რომ ანათებს ჩართულია თუ გამორთული არ ვიცი ზოგადად მე როგორც ვიცი გამორთული მადლობა ამ პასუხისთვის პოლიციის შენობის ძირითად შესასვლელს კამერა აკონტროლებს თუ იცით არ ვიცი არ ვიცი, იმიტომ არ ვიცი, რომ მან ფიზიკური სახით არაერთი სამეთვალყურეო კამერა დგას ტერიტორიის შიგნითაც გარეთაც, თუმცა მათთან ცნობა აქ აბსოლუტურად სხვა სამსახურია. ზომას ხარავენ, მე გეკითხებით, თუ კამერა თუ არ ნახე მუშაობს თუ არა, საიდან ეცოდინებო თავი. ხავული კამერა თუ არ იქნება? ვიზუალურად შეიძლება იდგეს, მაგრამ არ ვიცი აფიციელებს თუ არა ვიდეო გადაღებას. ვერ ვიცოდი. განთავსებული ეს აი აქ მე მგონი არ უნდა იყოს. ზიანოვნელი შესასვლელიდანაც შეიყვანეთ. ვერდიქა შესასვლელი. თუ ვარცხები არ უნდა იყოს. მან არ უნდა იყოს. მოსასვენებელშიც არ არის და არც აბაზანაში არ არის კამერები. უკლებლებ ყველა მოწმე ჩვენებაში არქაული ქართულით და იდენტურად აღწერს ინციდენტს, რაც ეჭვს აჩენს, რომ ყველა ტექსტს ერთი ავტორი ყავს. მაგალითად ისინი აღნიშნავენ, რომ მზიამ დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუგზე მოკაჩა ძლიერად თავისკენ. შემთხვევით ესეთი ან მითითება ხო არ ქონია თან რაიმებს გავში, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეზე უნდა გადავეკითხოთ სამართალდამცავ. არა ხო? პროცესი მეოთხე თვეა მიდის და ამ დრომდე ბრალდების ყველა მოწმე პოლიციელია. გაურკვეველია, როგორ უნდა მოეხდინა მოწმეებზე ზემოქმედება მზიას. პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან ეს მისი წინასწარი პატიმრობის კიდევ ერთი არგუმენტია. ბატონ დგებუაძე თავად და მზია ამაღლობელი როგორ მოახდენდა ბატონ დგებუაძეზე რავლენას მოიხსენებათ. ბოლოს გამოიკითხათ ბესელიაზე როგორ მოახდენდა ქალბატონი მზია რავლენას მოიხსენებათ და დანარჩენი 6 პოლიციელიდან ნიღბიანია 5. ერთია მარტო უნიღბო. ის 5 პოლიციელი, რომლებიც აღმოჩნდა, რომ თურმე ნიღბით არიან, დაცვამაც კი მხოლოდ საქმის წარმოების დასრულებისას გავიდეთ, რომ თურმე ესენი არიან ნიღბიანები, იმიტომ რომ იმდაგვარად ყავდა გამოკითხული გამოძიებას, რომ შეუძლებელი იყო საქმის მასალებით მიმხვდარიყავი ეს ადამიანი სად დგას იმ მომენტში, სად არის, ვინ არის და ბოლოს აღმოჩნდა, რომ საერთოდაც ნიღბიანები იყვნენ. წარმოგიდგენიათ, ანუ ჯერ ერთი რომ მოწმეთებაზე სულ არის პოლიციელები და შემდეგ არიან ნიღბიანები. მეკეთა ნიღავი.
რატომ გადაწყვეტეთ რომ იღავი უნდა გადაიღო? სრულიად მიგეთია. და რატომ? ანუ რატომ? ციო და გავიკეთე იღავი. რაციონალური ვიყავი და. გამომძიებელს ვეკითხები, აი ეს ნიღბიანი მოწმე რო არის, აი როგორ არჩია, შენ რა იცი რომ ეს არის? იმიტომ რომ ამის უკან არაფერი არ ჩანს, ანუ გამომძიებელი როგორ მიხვდა რომ ეს ნიღბიანი ეს არის, ან ეს ნიღბიანი როგორ მოვიდა გამომძიებელთან ეს არ ჩანს. ასეთივე წარმატებით შემეძლო მისულიყავი მე და მე თქვა რომ აი ეს ნიღბიანი ვარ მე. აბა სადაა კაციცე? აქ ვერ ხედავ. ვერ ხედავ. ჟალავას ხედავთ აქ საბა? ბატონი გიორგი ჟალავა თუ არცები უნდა იყოს აი უკანა მხარეს რითი დარწმუნდი, აი რომ მოდის ადამიანი, რომ ეს არის. მე ხომ დავწმუნდა და ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი ხომ დარწმუნდეს, რომ ის არის. კადრში არ ჩანს, უშუალოდ იმ კონკრეტულ კადრშიო და თქვენ ვით დაადგინეთ რომ იქ იყო. აი, უფრო შორი კადრი რო ყოფილიყო, გამოჩნდებოდა. კადრში არ ჩანს რასმაში. 29 იანვარს გამოგიხეთ ქართველი შვილი, თქვენ. ცოტნე ქართველი შვილი. შეგიძლიათ კადრში მაჩვენოთ? ხოტნე ქართველი შვილზე თითქმის შემიძლია იცით თქვა რომ ბატონი არჩილი მიუთითებდა რომ მასთან ერთად იყო. რასანებია რომ თვითონ მოვიდა და გიცხათ მე იქ მდგრავარ. მე რომ მოსულიყავი თქვენთან და მე თქვა აი მეც იქ მდგრავარ და დამკითხეთ რომ თქვენ რითი დარწმუნდით რომ ეს ადამიანი არის მოწმე და უნდა დაგითხოთ. ადასტურებს ეს ადამიანი იქ იყო და რას აკეთებდა ამის. ახლა არ ვიცი ამ საქმესთან რამდენად კავშირშია, მაგრამ ჟურნალისტი როგავასთან დაკავშირებული ინციდენტი, ხო? იქ რაც ასეთივე შენიღბული პოლიციელია. ის პოლიციელი არ იციან ვინ არის და მზიას საქმეში 5 შენიღბული პოლიციელი იციან. თუმცა გაუგებარია საიდან იციან, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ იდენტიფიცირდება. გამომძიებელი ვერ გპასუხობს, ხო ნახეთ და ის კი არა ვიდეოზე რო ვკითხე კადრში. აბა იქ მაინც მაჩვენე, რომელიათ რო იქაც ვერ მაჩვენა. რაც შეეხება ვიდეოს 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციასთან მიმდინარე აქციას რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აშუქებდა რამდენიმე მედია. ლაივები ჰქონდათ ჩართული თავად აქტივისტებსაც, მაგრამ მზია ამაღლობელის საქმეში პროკურატურამ მტკიცებულებად ერთადერთი ჩანაწერი მოიტანა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 44 წამიანი ვიდეო მხოლოდ. ეს შარმასალაა თუ რა? ჩვენ მონტაჟი და რაიმე არ მოგვიწევს. ეს მოგვაწოდეს მათ უკვე რაც ხდება. ხოლო ეს 44 წამიანი ვიდეო ქონდა აჭარის ტელევიზიაში. ჩვენ განჩინების ფარგლებში რაც ის საშუალებაც მოგვცა განჩინება და საქმისთვის რაც იყო არსებითი ფარგლებში გამოვიტყუოთ კიდევ ერთხელ. დაახლოებით საუბარი არის 6 საათიან ვიდეო მასალაზე. ამხელა მასალიდან 44 წამის გარდა სხვა მასალა რატომ არ ამოიღეთ? ან თქვენი თვითონ მე როგორც გავიგე აჭარის ტელევიზია მოგვაწოდა 44 წამის აჭარის ტელევიზიას დავალება ქონდა რომ სრულად მოეწოდება. ეს არის საუბარი 9 საათიდან 2 საათამდე 44 წამი. განჩინების ფარგლებში რომელიც უშუალოდ დანაშაულის ფაქტს ასახავდა, ეს იქნა გამოთხოვილი. ანუ აჭარის ტელევიზიამ უთხრა ამაზე მეტი არ ამაქვსო, თუ თავად აირჩია იქიდან და თქვა რომ გადარჩენი არ მაინტერესებს, მარტო 44 წამი მაინტერესებს. ეს არის ფერი ამბავი. რამოდენიმე ჩანაწერი ადგილზე ნახეთ და რომელიც ხდებოდა განჩინების ფარგლებში, ის ჩანაწერი მოგვაწოდეს და გამოვიტყუოთ. თომას თავმჯდომარეობ მე ბათუმის საქანათო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი. 44 წამიანი ვიდეო როგორც მტკიცებულება საქმეს 4 მარტს დაერთო. წინა სასამართლოს ხდომა ვიქტორ მეტრეველს მიყავდა. მან დაუშვებლად ცნო პროკურატურის ერთადერთი და დაცვის უამრავი მტკიცებულება. მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველთა მხრიდან დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, დათვალიერების 13 ოქმი, 18 ვიდეო და 14 წერილობითი მტკიცებულება. როგორც მზიას ადვოკატები აცხადებენ, ამ გადაწყვეტილებას პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში არ მოეძებნება. უკანონო გადაწყვეტილებების მეტი რა მინახავს, მაგრამ იმ გადაწყვეტილებებში კი რეკორდი მოხსენით. თან ვიდეოები ამორიცხეთ, ეს ხო ახალი პრაქტიკაა ჩვენს მართლმსაჯულებაში, სერვერებს გააკრობენ, კვალი წაშალონ. ანუ ვიდეოც არ უნდა არსებობდეს ამ საქმეში. ეხლა მიუბრუნდები თავად მზიას პატიმრობის კანონიერებას არაერთხელ მისაუბრია და ის მოწმეებიც ამორიცხეთ, რომლებიც უყურებდნენ, როგორ დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით. ასეთი
შეშინებული მართლმსაჯულება არ მინახავს. მინახავს უკანონო, მაგრამ ასეთი შეშინებული არ მინახავს. ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად დაცვის უფლების გარეშე ტოვებს ბრალდებულს და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს. ამბობს სასამართლო მეგობრის მოსაზრება, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა. ბრალდება მხარეა და იცის სადაც უჭირს და ჩამოარაკრაკა ერთიანად დაცვის შუამდგომლობები, მაგრამ სასამართლომ თქვას, რომ არც მინდა ვნახო, არც მინდა წავიკითხო და არც მინდა მოვისმინო დაცვის შუამდგომლობები. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი პროფესიული სტაჟი მაქვს და მათ შორის სამოსამართლო და მათ შორის საპროკურორო და ხშირად მცხენია, როდესაც მოსამართლეა პროკურორი ვინავი ამ ქვეყანაში. ბრალდების მხარეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ 4 მტკიცებულება აქვს. 44 წამიანი ვიდეო. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ დგებუაძეს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. თავად ეგრეთ წოდებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის ამბობს, რომ სილა გააწნეს და ეთკინა და სხვა პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც გამოძიებას უდასტურებენ, რომ უფროსს ლოყა გაუწითლდა. ეს ღიმილის მომგვრელი დეტალი სინამდვილეში უმნიშვნელოვანესია. იმისთვის, რომ თავდასხმის ბრალი დადასტურდეს, საჭიროა დაზარალებულად ცნობილ პირს ჯანმრთელობის ან სიცოცხლის საფრთხე შექმნოდა. რამდენჯერ გადაგწყვეტდა კონკრეტულად რომელი ხელი გადაგწყვეტდა სა? ერთხელ გამართა მარგვენა სახის არეში. კაფის სიზმერისთან დაკავშირებით შეგვიძლია რომ საკმაოდ ძლიერად. გამგომარეობაში ფაქტში. გამგომარეობაში უნდა ყოფილიყო პოლიციელს რო ხელს დაარტყო, გამგომარეობაში უნდა იყოს. გაწითლებული ქონდა სახე. შეიძლება შევაფასოთ ყველა სიტუაცია, რომ ტკივილი იყო წამიერი. შეიძლება ესე შეფასდეს? იწუთიე. ჩემს მიერ განსტილით ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში, რაღაც ძალიან ისე აღიქეს. მე უბრალოდ რა ვიცი, კითხვა მაქვს ლოგიკური. სახეში როცა გირთხან თავს გესწრიან, თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რა ვიცი, ქართულ საკმაოდ კარგად ვსაუბრობ. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი ამ დროს, როდესაც სახეში ხელს უთხრამენ, რა ვიცი, მე განვიცადე ტკივილი. ბატონო? რომელია? ერთი არ შეგვიძლია ბატონო პოლიტიკაში, რომელია? ამოფიზლება ცოტა სხვა რამე. რომელია? ხელის რაცნა დაინახე, სახეზე საგმოხდა ხელი. ლოყაზე და ყურზე არის. ლოყას და ყურზე დაინახე. ხელი გაშლილი რო იყო, ეგაც დაინახე. რა თქმა უნდა. რამდენად ძლიერი სილა მოხდა ბატონ დგებუაძეს? საკმაოდ. საკმაოდ ძლიერი. თქვენთვის რომ მოერწყათ ასეთი სილა, როგორი ტკივილი გექნებოდა? ტკივილი მექნებოდა, ვარ. მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ გამგომარეობაში იყო დაზარალებული. დაზარალებული? გამგომარეობაში. დაზარალებული გამშვიდობი ნახევარდაახლოებით 15 წუთში შეიძლება რომ იყო გაფრთხილებული, აღწოდა თუ დათომ ის გამოდაახები და კონტო სახეზე აღენიშნებოდა სიცოცხლე. ეს სიცოცხლე როგორი გამოხატული იყო, ასეთ გამოხატული იყო მის სახეზე, რომ თქვენ დაინახეთ? დიახ, აშკარად ეთქო. აშკარად ეთქოდა. ერთი ვიდეო მოდევაჩვენ. როგორ გამოიყურება ბატონი დგებუაძე ინციდენტიდან არაუნდედეს 1 წუთისა. რომელ ლოყაში გააკეთეს? აი ამ ლოყაზე გააკეთეს. ხო რა გეტყვით ამ ლოყას? საერთოდ სიცოცხლის ყველას ხედავთ? აქვს რა მნიშვნელობა და ფილოსოფია მომდევნო. მე რა ვიცი. კამერის შუქი შეიძლება სხვანაირად მოთხოვს და მან არ გამოჩნდეს. მაგით უნდა ვიმსჯელო? გაბრაზდით დეტკინა. ვიგზელი ტკივილი და ვიყავი ძალიან შეურაცხყოფილი. წამიერი ტკივილი მოგაყენათ, მაგრამ გაწითლებული ლოყა ქონდა 15-20 წუთის განმავლობაში? დაახლოებით ხო, ესე იგი, იმიტომ რომ თანამშრომლებმა მაგალითად რამოდენიმე თანამშრომლებმა ეზოში ყოფნის დროს დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ კურსზე სიცოცხლეა და შესაბამისად ესე იგი მქონდა, ხა მე ვერ ხედავდი, მაგრამ მე დაახლოებით 9 საათის შემდეგ ნახე, რომ რეალურად აი კურსის მიდამოში მქონდა სიცოცხლე. ორი ეხლა ციფრი აქვს ყველა. ეხლა ცხოველზე. ზუსტად აკეთებდი ვარ.
მაშინ იანვარი სხვადასხვა ემოციებით იანვარში არ ცდილობდა, ხოლმე ცდილობდა. ეს მეორე ეხება აი ამ ნიღბიან კაცს. გებუაძესთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო სასამართლო ექსპერტის ჩვენება. ირაკლი გებუაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად შეუძლია ტანსაცმლის დაუფარავი დემოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ვიზუალურად როგორ იყო ახლა რომ მიყვანეს ხმებთან? სიცოცხლეზე მეკითხები. ხო, სიცოცხლის ეს არის დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. შესაბამისად ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის დაზიანების შუალო დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ან სიცოცხლე მეც მაქვს ახლა ალბათ სახეზე, რომ ხელი არავის არ გავუწყნოთ, ხო? თქვენ აღნიშნეთ, რომ ტკივილს აღნიშნავდა, რომ მიუთითა რის გამო ჰქონდა ეს ტკივილების სახეზე. ტკივილი არის ასე ვთქვათ სუბიექტური ცნება, სუბიექტური ჩივილი. შესაბამისად, როგორც სამედიცინო ექსპერტი, მისი შეფასების ასე ვთქვათ კომპეტენცია მე არ გამაჩნია. ბატონი გებუაძე რომ სიმულირებს ამის გამოცნობის რაიმე მეთოდი არ არის. არა, როგორც სამედიცინო ექსპერტი კონკრეტულად. ანუ მას შეუძლია სიმულირებდეს. ეს არის სუბიექტური გაშება ერთნაირია. სიმულაცია თუ მართლაც ტკივა, ხო? ხო, ანუ ოღონდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მადლობა. აწითლებული ლოყის ეფექტის ჩავარდნის შემდეგ არსენალში სხვა საშუალება გამოიძებნა ხმის ეფექტი. ხმა თუ გაიგეთ ფაქტი. ხმა ისეთი ხმა იყო დათმის შემდეგ, მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით, იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა 3-4 კაცი დარჩა, იმიტომ რომ აქციის წევრებიც მაგას იძახდნენ პირად საუბრებში, რომ აპატიეთო ქალბატონსო ანერვულებული იყო და ნუ შეეშალა იცნოა რაღაცა ეგეთი რაღაცა მოხდაო და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი მთელი პროცესის განმავლობაში შენიშვნებს აძლევდა ყველას, ვინც მზია ამაღლობელის ქმედებას სილის გაწვნას უწოდებდა. მას კარგად ესმის, რომ ამ ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად და თავდასხმად მონაცვლა საზოგადოების თვალში რთული იქნება. სილის გაწვნა ხელის გამოდროულია და კანონი ამას არ აწესილებს და თქვენ შეგვიძლია რას დავარქვენ მაგას. თქვენ რადგან ის დავარქვენ რეალურად ხელის დარტყმა და ჩემთვის სილის გაწვნა. მესმის თქვენი პოზიცია. რასაკვირველია ეხა ხმა ისეთი იყო რომ კი, ეგეთი იყო, აი ჩახეთ ვიდეო და ნახავთ. სილის გაწვნა არის თავდასხმა. ხელის დარტყმა არის თავდასხმა პოლიციას. ეს ამოწმე არ ახდენს ვიდეო, სადაც მე ვიდეო, არ ახდენს საერთოდ. პოლიციის მისამართი. ასე გებია, ხელს უთქვამს ის სხვა თქვენ არ ეხავთ ხო პოლიციას. ის ნამდვილად სილა რა გავაწევ, ხელი რო დააყრით პოლიციას, ის სხვა იყო ალბათ თქვენ არ ახალი ამბავი იყო. ხელის დარტყმაში თქვენ და პოლიციის შეურაცხყოფაში თქვენ არ ეხავთ. და სწორედ რომ ხელი მე გამოვთხოვდა, ამიტომ გასაკვირია. იმიტომ რომ სამართლის შეფასება მიცედა. ეს ირონია მონაგონია იმასთან, რასაც მზია ამაღლობელის საქმესთან მიმართებაში პროკურატურასთან, პოლიციასთან და სასამართლოსთან სინქრონში ავლენენ ქვეყნის პოლიტიკური აქტორები. როდესაც მან გააკრა სტიკერი პოლიციელ სურგზე და არ მგონია ახლა ნორმალური საქციელები რა გითხრათ, მოკლედ დროში მომხდარი ორი ქმედების გამო გადაწყვიტა სასამართლომ, რომ სასჯელი ყოფილიყო არა გირაო ან რაიმე სხვა, არამედ ყოფილიყო პატიმრობა. თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოწდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის იარაღი, კარგი იარაღი მის ხელში და როგორც ჩანს ზოგიერთი უცხოელის ხელშიცაც ის იარაღი იყო. გმირად ნუ გამოვიყვანთ ახლა ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. პოლიტიკოსების ყველა განცხადება, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეზე წარმოითქვა და მრავალგზის დაარღვია მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია, რეჟიმის პატიმრის ადვოკატებმა სასამართლოში მტკიცებულებად მიიტანეს, თუმცა მათაც იგივე ბედი ეწიათ, რაც სხვა ამორიცხულ სამხილებს. აი ეს პოლიტიკური შეფასებები არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს, შესაბამისად აღნიშნვის მსგავსი ხასიათის მტკიცებულებისგან უნდა იყოს დაცლილი სისხლის სამართლის საქმეში, არ უნდა იყოს მსგავსი ხასიათის მტკიცებულება და არ უნდა მოხდეს
მათი გამოგრევა სასამართლოს დუმაზე. პოლიტიკური შემადგენლობისგან საქმის დაცლას ითხოვს ის მხარე, რომელიც 4 თვის განმავლობაში ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას სინდისის პატიმარი ბოროტ მოქმედად გამოაცხადოს ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან და რამდენადაც ამისთვის ფაქტები არ არსებობს, ახალ-ახალი გარემოებები გზადაგზა შეთხსას. უდიდესი ნაწილი ადამიანების, რომლებიც დღეს არიან საპატიმროში, არიან მსხვერპლი. ასე ვიტყოდი. ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად ზია ამაღლობელს, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას. ხო, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა. რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ პირველივე სხდომაზე ზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა მოითხოვეს ეს ჩანაწერი საქმეს მტკიცებულების სახით დართვოდა. საქმეში დევს პაწაკი, რომელიც ამბობს, რომ ზია მიიღო დავალება. და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ზია მიიღო დავალება, რომ უნდა მიეყენებინა ეს შეურაცხყოფა ბატონი ტრებუაძისთვის. საქმეში დიახ დევს ეს პაწაკი, რომელიც წყაროს არ უცითებს, საიდანაც მისთვის ცნობილია და ლოგიკურია ეჭვი, რომ რა ვიცი, ეს წყაროება და ბატონი ყობახიძეა. ანუ საიდან იცის პრემიერმა საქმეში რა პაწაკი დევს? რა მიგე, საიდან იცის? ანუ მე შემიძლია დავუშვა მას ამ საქმეს რა ვიცი ახსენებენ, უთანხმებენ, მანამ უთანხმებენ, მე უთანხმებენ, სწორედ ეს რა ვთქვათ, ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რასაც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ. სანქცირებულმა მოსამართლემ კობახიძის განცხადება მტკიცებულებად არ დაურთო. ეს თავიდანვე სავარაუდო იყო. ისევე როგორც გასაგებია, თვითგამოცხადებული პრემიერ-მინისტრის мотиваცია ზია ამაღლობელის ქმედება უცხოეთიდან ნაკარნახევად, დაკვეთად და დავალებად მონათლოს. საქმე იმაშია, რომ კანონი თავდასხმად ქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეს აქტი წინასწარი განზრახვით არის ჩადენილი. აქამდე ბრალდება ამტკიცებდა, რომ ზიას мотиваცია პოლიციელზე შურისძიება იყო. ირაკლი კობახიძე კი უფრო ღრმად ჩავიდა, უფრო deep stage-ში. ეგრეთ წოდებულ დაზარალებულს ასევე წარმოდგენა არ აქვს, რატომ ადანაშაულებს 11 იანვრის მონაწილე არაერთი ადამიანი ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში. კარგად ვერ ცნობს ხმას, რომელიც მზიას დაკავების ვიდეოში იგინება და იმუქრება სისხლით დავიჭერ. აღიარებს, რომ მის ხმას წააგავს, მაგრამ გვარწმუნებს, რომ ასეთივე ხმა სხვა პოლიციელებსაც აქვთ და დარწმუნებული არ არის. სისხლით, როგორც ამბობს, მაგას დედის, ანუ ეს მუქარა თუ ეს ტექსტი მიუხედავად იმისა, ვინ არის? ჩვენ მხრიდან მუქარა არ ყოფილა. იყო განხილვა მის მიერ ჩადენილი ქმედების. ქმედების, რომ ვიხმარე უცხოური სიტყვები კონკრეტულად აი ამ ფაქტის აღწერის დროს სავარაუდოდ. მაპატიეთ ქალბატონო მოსამართლე, მაგრამ უნდა ვთქვა, ვინც ამბობს პირველ წინადადებას, იგივე ხმა ამბობს, მაგრამ მოუხდა დედის და ასე შემდეგ. ანუ მეორე წინადადება მუქარა. მუქარა აგინება? სამართლებია? პოლიციის უფროსით რა? რომელსაც ცოტა იყო დაკავებისას მაპატიეთ ბატონო ირაკლი, მიაყენეთ თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაკავებდნენ თუ არა თანამშრომლები და შეაკურთხეს თუ არა ზიას, როგორც ის მერე კი აუცითებდა, მაშინვე მიუთითდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს. არა. ზურგზე კარებში ჩამდგარი, აი ბერე ფანშიმყოფებისთვის და ფანშიმყოფებს აუყდარენ ჩემს საკითხებში გაყავლას კი. ეს დანაშაული რა მოხლით შეიძლება ამ დანაშაულის კვალიფიცირება? ანუ თქვენ არ ყოფილიყართ პოლიციის საკითხებში გაყვანილი? აი 3 საათის შეგავი. ანუ ყოფილი. ხალი დაიეთ თუ არ დაგილევით? ერთი საათი შეგავი. კარგი, შეკითხები არ დაუსვათ, ბატონები თქვენ გაიცით პასუხები. მე როგორც ვიცი, თქვენი უფლებადამცველიც იყო შემოსული თუ სახი არ დავაბანებთ ამ ადამიანს ტუალეტში არ ყოლია და ვაწამეთ და ასე ვქენით და ასე ვქენით მხოლოდ მესამე დღეს რატო გახდა ჩემთვის ცნობილი აღნიშნული ფაქტი შესაძლოა მას შემდეგ რაც ალბათ ზიას პატიმრობა შეუქმნეს ცალსახად გეუბნებით რომ ის უფლებებს ჩვენი მხრიდან დარღვევა ადგილს დარღვევას ადგილი არ ქონია ბათუმის პოლიციის უფროს, რომელსაც ზურგს მთელი პოლიციური სისტემა უმაგრებს, ადამიანები არაერთ ძალადობაში, არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. სწორედ ის გვესაუბრება კანონის სახელით.
კანონი აუცილებლად უნდა ახსოვდეს და არ შეიძლება რომ ადამიანმა ესეთი ქმედება ჩაიდინო და პოლიციამ და სამართალდამცავ მოუწყებლებმა ამაზე რეაგირება არ მოახდინა. აი და მაგალითად რა მაინტერესებს მე ზია ამბობენ თქვენ რაზიანი მოგაყენებს ისეთი რომელიც კვალიფიცირდა 353 პრიმა იცით ალბათ ხო ეს რას ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე რა თქმა უნდა აქ უბრალოდ ამნიშნებს საკითხს რომ თქვენი საუბარს ამიტომ რომ პირველი დღიდან მე პასუხისმგებლობას არ დავუდგარ უბრალოდ ვამბობ რომ სიის გაწნა არ არის თავდასხმა მთელი სისტემა მუშაობს, რასაკვირველია, თორე ერთი გამომძიებელი, ერთი პოლიციის უფროსი ამ ტიპის გავლენებს ვერ მოახდენდა საქმეზე და საქმის შედარგზე. სისტემა მოქმედებს ორკესტრირებულად, საშინლად, უხეშად, უდანაშაულობის პრეზუმპციის ასეთი ფორმით დარღვევები ძალიან იშვიათი და გამოუგნებელი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, დარწმუნებული ვარ და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოსთვის. ეს არ არის ერთი აღებული კაცი რა, ცალკე აღებული ადამიანი არ არის. არ არის ცალკე აღებული პაპუაშვილის ტყვემზია, არ ცალკე აღებული კობახიძის ტყვემზია. ჩვენ გვებრძვის სისტემა. დამოუკიდებელ მედიას ორკესტრირებულად და ყველა ძალა არის შეკრებილი იმისთვის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში შეზღუდოს. თავდასხმის კვალიფიკაციისთვის ასევე აუცილებელია სახეზე იყოს განსაკუთრებით ძალადობრივი აგრესიული აქტი. ის დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. მზია ამაღლობელის ქმედება კი გაშლილი ხელი, რომელიც დგებუაძეს სახეში მოხვდა, ამ ელემენტებს არ შეიცავს. სწორედ ამიტომ არის, რომ ინციდენტი, რომელიც ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა, ცრუ მოწმეებითა და გაყალბებული ოქმებით არის სავსე. ამიტომაა, რასაც 4 თვის განმავლობაში სასამართლო დარბაზში ვუყურებთ, საქმის განხილვის ნაცვლად საქმის კერვას გავს. აბსოლუტურად ყველაფერი არის გაყალბებული, მას ორკესტრირებულად ებრძვის მთელი სახელმწიფო ვერტიკალი, ყველა ინსტრუმენტი, ყველა ინსტიტუცია გამოყენებული არის იმის მზიას წინააღმდეგ, რომ ის დატოვონ საპატიმროში. რეჟიმის პატიმრის საქმეს თან ერთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვით პოლიციელზე თავდასხმად არ შეფასდა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორიც არის პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახეში მუშტის არაერთხელ გარტყმა, რასაც თვალბუდისა და ტუჩის დაზიანება მოყვა. 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა, საზარდულში წიხლის ამორტყმა და არაერთი სხვა. ქართული ოცნების პოლიტიკოსები კი სამთავრობო მედიებთან, პროსახელისუფლებო ექსპერტებთან, მათ პრორუსულ ანტილიბერალურ მოკავშირეებთან ერთად ანტიდასავლური Facebook გვერდებითა თუ ეთერებით ერთობლივ კამპანიას ეწევიან და ამტკიცებენ, რომ სახეში სილის გარტყმა სინამდვილეში თავდასხმაა, არა სამართალდარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული, დაკვეთილი და დავალებული deep state-ის მიერ. ზია ამბობენ, ცნობილი და სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციის სამართალდარღვევა კოდექსის 173 პირველი ნაწილი და ადმინისტრაციის საფრთხის საფრთხეობა სამშობლოს ჯარიმა 2000 განშობლობის სახელმწიფო ბიუჯეტის სიცხვილია. ზია ამაღლობელს პირველ დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეზე, რაც არაფერი იყო სტიკერის გაკვრის გარდა, მაგრამ შეიკერა როგორც პოლიციელების გინება, პატიმრობაში მყოფს ჯარიმა დააკისრეს. ეს საქმე უკვე გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივრით დასაბუთებულია, რომ უკანონო პატიმრის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება. საიას საჩივარს პოლიციამ უპასუხა, რომ უკან არ დაიხევენ და 2 დღეში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ოქმი შეადგინეს. შემთხვევიდან უკვე 4 თვის თავზე სტიკერის გაგვრისთვის. სასამართლო ახალ ადმინისტრაციულ საქმეს 9 ივნისს განიხილავს. ჩემთვის არის მზია უკვე რაც რო იყო 100-ჯერ მეტი ადამიანი. 100-ჯერ მეტი ადამიანი. იცი რა ამაყი ვარ? მეტი რო არ შეიძლება.
უბრალოდ რატო უნდა ხდებოდეს საერთოდ ეგი და რატო უნდა იყოს ქალი პატიმარი, რატო უნდა ყავდნენ ამ რუსებს ციხეში. მე მინდა რომ აი ჩემ საქართველოში დაუბრუნდე სიტყვაზე. ზიასაც ხო უნდა რომ აი მისი წამოწყებული საქმე ყველას რო ეხმარებოდა და ყველაფერი განათლებას კითხით რომ მიყავდა. რანაირად უნდა იცხოვრო შენ იმ საქართველოში, როდესაც რომ შენ ემსახურები რუსებს. არის პროსტო შევეშვათ ყველაფერს, გამართლება მითხარი, რაში იმართლებ თავს, შენ რომ მოსამართლე ხარ, შენ რომ მოცნების თანამდებობის პირი ხარ და აი სოფელში რო ხარ თუ გინდა და არჩევნებს რო აყალბებ. მე შენ როგორ უნდა მოგიჭახუნო ჭიქა. ვეღარ ვიტანო ამ სიყალბეს. ზია ამაღლობელის საქმეში ვკითხულობთ, რომ 50 წლის განმავლობაში მას არათუ რაიმე დანაშაული ერთი სამართალდარღვევაც არ ჩაუდენია. ასეთივე უმციკლოა მისი პროფესიული რეპუტაციაც. იმ დღიდან დაწყებული, როცა პრინტერის გარეშე გაზეთის გამოცემა გადაწყვიტა, დღემდე როგორც ორი ავტორიტეტული მედია გამოცემის, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, არ დაუთმია მთავარი თავისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ქართული ჟურნალისტიკის სინდისს. სწორედ ამიტომ იქცა ის სინდისის პატიმრად და კრიტიკული მედიის სიმბოლოდ ამ ქვეყანაში. ფაქტია, რომ ზიას წინააღმდეგ ადგილი აქვს აი უკანონობების და აი დარღვევების ჯაჭვს. რომ არა მზია გამოცემა როგორც ახლა არის ნეტგაზეთი და ბათუმელები ასეთი გამოცემა არ გვექნებოდა. ეს აბსოლუტურად იდგა მის მხრებზე და მისი როგორ გითხრა მისი პირადი ტვირთი იყო, რომ გამოცემამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ეს ამ ტვირთს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდუალურად და მარტო ეზიდებოდა. ძალიან ბევრი ცდუნება და რისკი იყო ამ გზაზე, რომ აი ეს სტანდარტი, რასაც ქვია დამოუკიდებლობის და რავის ინტერესის არ გატარების, შესაძლებელი იყო გაქცეოდა ხელიდან, მაგრამ არც ერთხელ არ გაუშვა ხელიდან აი ეს ძაფი და ზუსტად ამიტომ არის ეს გამოცემები ისეთი, როგორიც არის. ზია ამაღლობელმა მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანის უფლებების დაცვას მიუძღვნა. ის 30 წლის განმავლობაში ჯერ თვითონ სწავლობდა და შემდეგ სხვებსაც სწავლიდა, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და დღესაც კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებული ამ ქვეყნის დემოკრატიული ევროპული მომავლისთვის მუშაობს. იქიდან სხვებსაც მოგვიწოდებს იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის. იანვარს მზია ამაღლობელი ქართული კრიტიკული მედიის სიმბოლოდ იქცა. ყველა კეთილსინდისიერი ჟურნალისტის, რომელსაც პროფესიაში სხვა არაფერი ესაქმება, თუ არა სილა გააწნას ავტორიტარებს, სახელმწიფოს მიმტაცებლებს, არჩევნების, ოქმების, ჩვენებების, მტრისა და მოყბრის გამყალბებლებს და საკუთარი ქვეყნის ერთგულ მოდარაჯედ დარჩეს. რეჟიმი ამ სიმბოლიზმს ცხადად ხედავს და მზიას სახით მთელ დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას სჯის. წინათაობების პოლიტიკური ფეოდალების რეკორდებს აუმჯობესებს და საარქივო მასალებს ხერხემალში გადამტვრეული, სიკვდილს ძლივს გადარჩენილი თუ ვერ გადარჩენილი ჟურნალისტების შესახებ სამუდამოდ ამატებს ახალ ჩანაწერს. მზია ამაღლობელი, საქართველოს პირველი პოლიტპატიმარი ქალი ბოლო 30 წლის ისტორიაში. Oligarchia!